ნაძალადევში მდებარე ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი შემოგვიეთ და მოგესალმებით მამა ირაკლი, მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან მობრძანებისთვის. Დილა მშვიდობისა, მოგესალმებით და გლოცავთ, ღერთო მშვიდობიან ბედნიერი დღე მოგგვადოთ თქვენ და სრულიად საქართველოს. დიდი მადლობა. Როგორი უნდა იყოს ქრისტიანის ლოცვითი კანონი? აი ამ თემაზე გვინდა დღეს რომ ვისაუბროთ. ჩვენ ვიცით რომ ლოცვა არის ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობა ქრისტიანისა, თუმცა როგორი უნდა იყოს ლოცვითი კანონი ამა თუ იმ ადამიანის, ალბათ ესეც ინდივიდუალური არის და თქვათ ადამიანის მომზადებას გააჩნია. აი მაგალითად დამწყები ქრისტიანის მაგალითი რომ მოვიტანოთ და ადამიანი რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს ეკლესიური ცხოვრების გზაზე, მას რა კანონს უწესებს როგორც სასულიერო პირი და ზოგადად ეკლესიის და წმინდა მამების რჩევა ამ საკითხთან დაკავშირებით როგორია? ეხლა პირველ რიგში უბრალოდ ლოცვითი კანონმა შეაშინოს ჩვენი მაყურებელი და მსმენელი, აქედან დავიწყოთ რომ სუფროს მონაზვნებასთან დაკავშირებული შეიძლება იფიქროს. უბრალოდ ჩვენ ვისაუბრებთ ლოცვის ზოგადად ლოცვის აუცილებლად ვალდებულება ახსენეთ დიახ და დღეს თანამედროვე ქრისტიანის კი სამწუხაროდ პრაქტიკაში ჩანს რომ ახერხებს რომ ისე იცხოვროს რომ ლოცვის გარეშე და არის იცით ყველას თავის მიზეზი აქვს სუბიექტური უნდა რომ ობიექტურად აქციოს თქვა რაღაც სამსახური და გადაღრილობა დროის უქონლობა და წინა მამები ერთხმად ამხილებენ ამ მდგომარეობას ინამბობენ რომ ვინც ლოცვისთვის დროს ვერ პოულობს მას ლოცვის სურვილი არ აქვს და სწორედ ამიტომ ეხლა სურვილი რაღაცის რომ მქონდეს ადამიანს ბუნებრივია ხო მას უნდა სანამ სურვილი გაუჩნდეს უნდა გააზრებული ქონდეს რასთან აქვს საქმე შემდეგ სურვილის გაუჩნდეს ან არ გაუჩნდეს ამ ნებისმიერი ქმედების აღსრულებისა. ამიტომ როცა ლოცვას საქმე ეხება პირველ რიგში ჩვენ მისი აუცილებლობიდან გამოვდივართ სანამ კანონზე ვისაუბროთ და გარკვეულ ფორმებზე ვისაუბროთ ხო რატომ არის აუცილებელი ლოცვა როცა ადამიანი გაიაზრებს და ქრისტიანი ვალდებულია რომ ეს ყველაფერი გაიაზროს აი დილიდანვე რატომ შეუდგება ლოცვას ძალიან კარგად არის გადმოცემული დილის ლოცვებში რომ იწყებს ღვთისადმი მადლიერებით კერძოდ პერიფრაზი მოვიყვან დილის საგანალგომი გმადლობ შენ წმინდაო სამებაო ანუ ღმერთს ამბა ღმერთია ღმერთს მადლობს რატომ მადლობს იმიტომ რომ გაცნობილი ქონდეს ადამიანს ვის და მithmetes ქრისტიანს რომ გაუთენდა დღეს ღვთის წყალობა მარტო ღვთის დამსახურებით რომ ადამიანები იცით ჩვენ სამწუხაროდ რომელსაც არ უთენდება ჩვენ რომ გაგვითენ და ეს ვის ახლა ჩემი დამსახურება ხარ ან ვინმეს ღმერთის წყალობა და ღმერთს მადლობით და ასე შემდეგ გრძელდება ნუ ამ ლოცვაზე მოგვიანებით გადავთ მოგვეცემა ამის საშუალება დილიდანვე იწყოს ლოცვას და ლოცვის ესეთი განმარტება არსებობს წმინდა მამებისგან რომ ლოცვა არის სულისთვის ერთგვარად სუნთქვა და ახლა წარმოიდგინეთ რომ ყველა ადამიანი შედგება სულისა და ხორცისაგან ხო ვიცით ეს ეკლესიურმაც არა ეკლესიურ მორწმუნეც არა მორწმუნე და რა მდგომარეობაა ხორცისა რო თქვათ როცა ის მაგალითად ძალიან მძიმე სუნთქავს აი ალაგ-ალაგ რომ სუნთქავს ძლივს ღარ რომ სუნთქავს ჯვარი წერია მის წინა სიკვდილის მდგომარეობაზე მეტყურეს პირდაპირ და თუ სუნთქვა შეწყვიტავს ხორცი კვდება და ხორცი მაინც დროებით რაც არ გენა ახლა სწრაფსავ და ჩქარჩქარა სუნთქავდეს და რითმულად როცა იქ შეჩერდება ჩვენი სუნთქვა ხო სიკვდილის ყველა დაიმკვიდრება მაგრამ სულზეც იგივე უნდა სული მარადიული ღირებულება ასევე სულთან მიმართებაში მიდგომაც რომ სულის სუნთქვა თუ არის ლოცვა რამდენადაც კარგად ლოცულობს ქრისტიანი სისტემატიურად შვიდად რითმოდაც სულის ჯანმრთელობაზე მეტყველებს და რომელია ქრისტიანიც ალაგ-ალაგ ლოცულობს ძიმე დაზარებით ნიშნავს რომ სული დაუავად და სასწრაფოდ შველა ჭირდება ამიტომ ლოცვის გარეშე ქრისტიანობა წარმოუდგენელია ზოგჯერ არის სურვილი ლოცვის მაგრამ რაღაცნაირად სულიერი ბრძოლა იმდენად დიდია რომ ადამიანი ვერ ახერხებს რომ აი მივიდეს დადგეს ხატებთან და რატომღაც აი თუნდაც დილის ლოცვა რომელიც სულ 15 წუთი შეიძლება გაგრძელდეს ხო მაქსიმუმ და საღამოს ლოცვა სადღაც 13 წუთი 10 წუთი აი ამ ლოცვების აღსრულებაც ძალიან უჭირს ადამიანს ზოგჯერ მიუხედავად სურვილის. აი რატომ ხდება ასე? რა უშლის ხელს ამ დროს? რა თქმა უნდა ჩვენ მარტივად მივხვდებით ეხლა რა ვინ შეიძლება უშლიდეს ხელს. ეხლა მაინდა-მაინც თლად ბოროტძალას უნდა ვაბლოთ თავისი ყოფა გაჭირება რომ ბოროტია ხშირად ჩვენი სწორედ აქედან დავიწყე საუბარი არა სურვილი არა გაცნობიერებულა იმ ვალდებულებისა იმ დიდი მადლისა სიკეთისას ლოცვა რასაც ლოცვა მოიტანს ჩვენი სულების აქედან ჩვენ უნიათ არ უნდა დავაბრალოთ მაინდა-მაინც ბოროტის ზალმო თუმცა არც უმაგისობა არის ხო თორე ედგარად ლოცვის კიდე გამარტება არის ლოცვა არის საუბარი ღმერთთან
და სწორედ ბოროტმა ძალამ ჯერ კიდევ 64-ში იცით, როცა მიიტანა ადამიანს იერეში და ცოდვაში ჩააგდო, სწორედ ესვენ აიტანა, რომ ადამიანს და ადამიანთა ჩვენ პიროვნულ მშობლებს ჰქონდათ ერთგვარად დიალოგური კავშირი ღმერთთან, საუბარი ჰქონდათ, ლოცვითი კავშირი ჰქონდათ და სწორედ ამის დასარღვევლად შემდეგ ცოდვა მოახდა და იცით რაც მოხდა. ბუნებრივად ბოროტი აკვირდება ქრისტიანის ყოველ წუთს წლის წესრიგს და ხელს შეუშლის, არ შეუწყოს ლოცვას. პირი ყველგან ეცდება, მაგრამ იმ მიზეზით, რომ ხელს გვიშლის და არ უწევს, რა თქმა უნდა, ეს წარმოუდგენელია. თუ როგორ უნდა ილოცოს ქრისტიანმა, სანამ გადავალთ ამას თქვენს ნებართვით არ მოწყეთ პირველ დასაწყის თემას, რომ დაწყებითი ქრისტიანები ჩვენ რა კანონს ვაძლევთ, როგორ დამწყებ ქრისტიანებს და იმ ადამიანებს შეეშინდეს, იმიტომ რომ კანონი ვახსენეთ. მართლმადიდებლობაში პრაქტიკაში, ლოცვის პრაქტიკაში არის ესეთი, აი შეიძლება დავყოთ სამად ლოცვების კატეგორიები, ეს არის სავალდებულო, სასურველი და საჭიროების და მიხედვით. აი სიტყვას გვეუბნება, ეხლა ვერც სასურველი უამრავი ლოცვები და საჭიროების მიხედვით ვერ შეცვლის სავალდებულოს. ამიტომ ჩვენ დამწყებ ქრისტიანს ვესაუბრეთ, ბუნებრივია სავალდებულო ლოცვების შესახებ, რომელიც ყველა ქრისტიანისთვის არის ყოველდღიურად აღსასრულებელი. სწორედ ეს სავალდებულო ლოცვების ფორმა თქვენ ახსენეთ ძილის შემდეგ ლოცვები და ძილის წინ ლოცვები. და ამის აუცილებლობა რატო არის სავალდებულო, ახლა ვარავინ არ იფიქროს, რომ ამის გარეშე რა მოხდა, აი სავალდებულო არ შეაშეს პასუხისმგებლობა. უბრალოდ ღმერთმა შექმნა ადამიანის ცულის და ხორცი და ეს ჩვეულებრივი ყოფიერი ბუნებრივი მდგომარეობა, რომ ხორცს ყოველ დილას სჭირდება ჩვენ გარკვეული დროის დათმობა. დიახ. აი როგორ უნდა ვილოცოთ, აი ამაზეც რომ გავაკეთოთ აქცენტი, მაგალითად აი დილის ლოცვა, ხო, ავდექით, ძილის შემდგომი ლოცვა, შეიძლება ადამიანი ხატებთან ვერ დადგეს და ზოგმა ნახევარი დასაწყისი ლოცვების ეპირად იცის, თქვა და რაღაც გულში წარმოთქვას ეს ყველაფერი. შეიძლება ასეც თქვა ახსულდეს დილის ლოცვები? ნუ ხა ცოტა ესეთი დათმობით კი დავიდა მე და ვისმინოთ თქვა ტელევიზიითაც გადის, ან ჩავრთოთ და თუ კი ვერ ვახერხებთ თქვათ ესე მაინც და მაინც მიშლას ხატებთან და დადგომას რაც არის ალბათ წესი ხო ლოცვის. კი რა თქმა უნდა ხა ნუ სულოცელობას ნებისმიერ ფორმა ჯობია მოსმენისა თუ გულში გაკითხვისა და თქმისა, მაგრამ რა თქმა უნდა ვერ შეედრება ხა ლოცვის ხარისხია მთავარი, მარტო არ არის მოსმენა და მარტო თუნდაც ტექსტის ლაპარაკი და უბრალოდ ეს ყველაფერი ძალიან დიდებული საშუალებაა დღევანდელ ჩვენ საუკუნეში, რომ თუნდაც აი მოსმენის ტელევიზიით გადის, რადიოით გადმოიც, მაგრამ არა ჯანმრთელი ჯანსაღი ადამიანისთვის. ეს ყველა ჯვარი წერი არის სნეულები, ასე ვთქვათ, მხედრობის პრობლემა აქვს, წიგს ვეღარ იჭერს, ხეში ვერ კითხულობს, ან ზოგი დავდომილია, ვერ დგება ჯვარი წერი და იმისთვის არის დიდებული საშუალება ღმერთთან ურთიერთობა ქონდეს, რომ მოусმინოს ან ჩართოს და უყუროს, მაგრამ არა ჯანმრთელი ქრისტიანისათვის, იმიტომ რომ შემდეგ დათურ სამსახურით შეიძლება გაგვიწიოს ამ დიდებულმა საშუალებამ და ჩვენ გაგვაზარმაცოს. იმიტომ რომ თანამდე ადამიანს თავში იმხელა ინფორმაცია უტრიალებს ეს სოციალური ქსელი და გამომდინარე დღევანდელ ინფორმაციულ საუკუნეს წოდდება ჩვენ დროს ისედაც უჭის გარკვეულ ფაქტზე, გარკვეულ პიროვნებაზე, გარკვეული აქცენტირება და სიღრმისეული დამოკიდებულება მithოდეს როცა ამ დროს თან უსმენ, თან საქმეს აკეთებ, ამ ლოცვას ხარისხი ბუნო ვერ ეკრებ, თუმცა კიდე დღევიზახი ულოცველობას ჯობია. მაგრამ შინაგან შეიხედოს ყველა გულში და ეს არ უნდა გახადოს რაღაც მარტივი, არ უნდა გაიმარტივოს. იმიტომ რომ ერთ-ერთი წინა მოძღვარი ბრძანებს, რომ როცა ადამიანიო გულგრილად ან ქონება გამოდი ლოცულობს, ერთ-ერთია მან არ უწყის ვინ არის ღმერთი. თუ ადამიანი იცის აღდგეს ღმერთი ვინ არის, მის ვერს გაბედა, რომელი ადამიანი წარმოგიდგენიათ ახლა თქვენ მეფის წინაშე, ძლევა მოსილი მეფის წინაშე, რომ ისე და თან რაღაცას აკეთებდეს, თან ესე ესაუბრებოდეს, თან მას რომ ჭირდება და ეს მეფე რო უცეთელი ძალმოსილებ დიდებულობით, რომ დრო დაუთმო და უსმენს თავისი აღმატებული ღირსება მიანიჭა მას. და ამ დროს ეხა რომ მონა მისთვის ხო მეფეს შედარებ როგორ შეიძლება და ესე კადნიერად უდიერად და ერთ-ერთი წინა მამად ბრძანებს რომ ხანდახან ზოგი ლოცვის დროსაც ამოფიქრებით არის დაკავებული ბოროტი ფიქრები უწმინდონის რა ხვდეთ ეს ჩვენგან დამოუკიდებლადაც ხდება ზოგჯერ ხო ვერ ვაკონტროლებთ მაგრამ ჩვენ ხდება მაგრამ ჩვენ გავაკონტროლებას ვესწრებით რომ აქედან გამომდა ჩვენი ნება აქედან ჩანს და როცა ადამიანი ამას არ აკონტროლებს მაგაზე მაგ საუბარი გუგლად ლოცულობს ღვთის წინაშე იგივეა რომ როცა მონა მეფის წინაშე წარდგება ესაუბრება მას და ამ დროს პისმიავდა და მის მეფისტრებს ელაპარაკება თან ავტომატურად რა თქმა უნდა მეფე შეურაცხყოფილი დარჩება და მას არა მარტო არ მოусმენს არამედ დაჟის კიდევაც და ჩვენ კიდევ ლოცვის მნიშვნელობა და აუცილებლობაზე რომ ვისაუბროთ დიდი თემა უნდა გვესმოდეს რას ვკითხულობთ და რა გავიაზროთ ჯერ ვის წინაშე ვდგებით იმიტომ ამი გვასწავლია რომ ლოცვამდეც უნდა ილოცო მოჩვენ პრაქტიკაში ცოტა ჭირს მაგრამ რეალობა ესეთია ლოცვამდე ლოცვა რას ნიშნავს რომ ღმერთს ვთხოვოთ შეწევნა ლოცვის დროს დიახ ესე ჩემ ხანდახან
თქვენ თუ გვიჭირს ესეც კი ლოცვის წესგე და ლოცვა გიჭირს. აბა რაღაც დგები და ლოცვილი, მაგრამ ჩვენ სულიერ ძალებს საკმაოდ არამყარია და სუსტია და ესეც არ არის სირცხვილი და ამიტომ ამ გვირჩევენ რომ მას ლოცვა ისწავლეს. რომ აქედან იწყე ლოცვის დროს აი წინ თხოვე ღმერთს რომ დაგეხმაროს როგორ ილოცო. და ჩვენ პრაქტიკაში არ ხორციელდება, თუმცა არ რატომ უნდა ილოცო ლოცვამდე ლოცვა რომ გაიაზრო ვის წინა შედგები ჯერ წეღარ როგორც ვახსენო რომ მიხვდე ვის წინა შედგები რომ ჩვენ თუ იმის წმენა არა გაქვს და განცდა და ფიქრი რომ ხატებს წინაშე რომ დადგები რომ ღმერთი გხედავს, ღმერთი გისმეს, მაშინ რა აზრი აქვს? რა თქმა უნდა, ხატი ცოცხალია, ეს არის ფანჯარა წინაშე და ღმერთი გხედავს, გისმეს. ხატის გარეშეც გხედავს და გისმეს, მაგრამ როცა თან ვის წინაშე დგები რომ ღმერთია, მის წინაშე სერაფიმები უცოდველი ანგელოზები, თანანგელოზები ლოცულობენ, შეძრწუნებული სპირის სახეს იფარავენ, ადიდებენ, აქებენ და ჩვენ ცოდვილ ადამიანები რომ ვისნაშე ეს უნდა გაითავისო რაღა დონეზე და მეორე და რისთვის დგები? განაღმერთმა თუნდაც ესე იყოს, მაგრამ გაიძულა, გავალდებულებს და აქო დაადიდო, თუმცა გეკუთს, მაგრამ თან ჩვენ გვავიწება რომ რას ვედრები ღმერთს, აი შემიწყალე, უფალო შემიწყალე. წარმოგიდგენიათ, თუ ეს უბრალოდ შემიწყალეს სიტყვის გააზრება გაქვს მის შინაარსი, უკვე აღარ გჭირდება შენ საუბარი ქრისტიანს რომ როგორ უნდა იდგე, ვისთან უნდა იდგე, რომ ჩვენ ყველას გამოგვიცდი ახლა სამსახურში თუ ზემდგომი უფროსთან მართებაში რაღაცა რო გჭირდება მისგან, მით უმეტეს შეწყალება გინდა, დახმარება გინდა რაღაცა ან დანაშაული გაქვს, ან შენვე სასკედოთ ითქო, ხო და ავტომატურად ამას უნდა ეთანხმდეს შენ შინაგან მდგომარეობა, შენი ხმის ტემბრიც კი წარმოგიდგენია თქვენ შენი მდგომის მანერაც, სახის მიმიკაც, რაღაცას რო ითხოვ და თან ძალიან მოგდაბალი ხდები უნებო შენ ზემდგომს ეხვეწები და მით უმეტეს ყოფითი საზრუნავი და საფიქრი სათხოვარი რა როცა საქმე ეხება ღვთისაგან რას ვითხოვთ ცოდვების შენდობას და როგორი ცოდვების იცით ნეფსი თუ უნებლი ჩადენის ნეფსი თუ ხო უფრო ძნელი სათხოვარია ჩავიდინე ვიცი ნამდვილად ახლა უნებლიეთაც როგორი სათხოვარია რაც უნდა ჩავიდინე ღმერთო შენ უნდა გახსოვდეს და უნდა ძალიან დიდი ძალიან კადნიერი სათხოვარია ძალიან თამამით ხონა მეცნიერები და უმეცრები ჩადენილი. ახლა ცოდვები არ ვისაც ჩვენ არის ცოდვა, მაგრამ ჩადენილი გვაქვს ეს რეალობა არის. სიტყვით, საქმით თუ გონებით, ახლა ეს რაც საშინელია. იმიტომ რომ ამით აღიარებს ქრისტიანი რომ გონებით ცოდვა რატო რომ ღმერთი ჩვენ გონებასაც ხედავს. ჩვენ გულის პატარა მოძრაობასაც აკვირდება, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ფსალმოში როგორც არის რომ ვინ შექმნაო თვალი არ ახედავსა, ყური რა არ ესმის, ამას ყველაფერი ადამიანისა და ამ ხელს სათხური დაგიგროვდა ქრისტიანს ეს თუ გესმის და როცა ღმერთთან ავისაც ერთადერთ შეუძლია ცოდვების შეგინოს, იმის წინაშე დგები, გიშველა ღმერთმა ეს წმენა მოგივიდა და ამ დროს ამიტომ უკვე სადღაც სისხლია რომ მარტო მოსმენის ამარად დარჩე, თან სირბილით ამარად და რაღაც ლოცვების მარტო ჩაკითხვის ამარად დარჩე, იმიტომ რომ თავარი არის ლოცვა, თავარი მაინც არის ხარისხი. დიახ. მამა ირაკლი ასევე სავალდებულო ლოცვებზე ვსაუბრობთ და გარდა დილის და საღამოს ლოცვებისა, რომელი ლოცვები ითვლება სავალდებულო ლოცვებად? აი 7 გზის ლოცვის ტრადიციის აღდგენაზე ჩვენ ვიცით, რომ უწმინდესმა თავისი მოღვაწეობის უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიიჩნია და თვითონ თავად ასე ბრძანა მისმა უწმინდესობამ. აი 7 გზის ლოცვაც თუ იგულისხმება, როგორც ვთქვათ, თუ შედის სავალდებულო ლოცვებში და კიდევ რომელი ლოცვები? დიახ, ღმერთმა შეემიდოს გავკადნიერდები გაგებით, რომ პრაქტიკაში ბევრი მოძღვარი დამეთახება, თუ ყველა რომ ახალ მოსულს რომ ჩვენ ასეთი ლოცვები, ამდენი ტექსტი დავავალდებულოთ, ჩვენ საერთოდ გაიქცეს. ამიტომ ვიწყებთ ესე ფრთხილად, ფაქიზად, რომ დილის ლოცვები, ძილისი ლოცვები. თორე სასურველი ლოცვები მეორე კატეგორიაც ვახსენე დასაწყისში, მათში შედის ალბათ ეს 7 გზის ლოცვებიც. ეს კიდევ ერთხელ ჩვენი სამხელებელია მის უწმიდესობის გადაწყვეტილება, რომ ის პირდაპირ ზანებს გვახსოვს მისი არაერთი ქადაგება, რომ ჩვენი წინაპრები დღეში 7 გზის ლოცულობდნენ ღვთის წინაშე და თანამედროვე ადამიანი წარმოიდგინე 7 გზის კი არა, 7ჯერ კი არა, 7ჯერ 5 წუთი კი არა, ის 15 წუთი რა თქვენ ბძანეთ იმას ვერ ნახულობს ენანება თუ არ უთმობს ღმერთს და ჩვენთვის სამხელებელია. თუმცა ჩვენი ტელევიზია ამ ხრივ მართლაც დიდ საქმეს აკეთებს, რომ 7 გზის ლოცვა გადაიცემა პირდაპირ. ძალიან დიდი საქმეა და ეს იმხელა მადლი აქვს ამ ლოცვებს, ახლა ვისაც გამოუცდი, ახლა მე თამამწველი მან გამომიდეს როგორც პატრიარქის სიტყვას უნდა ვენდოთ არავინ არ წააგებს ამას რომ გარდა იმისა რომ ამ დროს მთელი ერი ერთიანდება აღევლინება იქ ღვთისადიდებელი და უწმინდესის კურთხევით სამშობლოზე ლოცვას არის დართული და ერის ერთსულოვანი ლოცვა აღევლინება ზეცაში სამშობლოს მიმართ გარდა ლოცვების სიკეთისა და დიდი მადლისა პირადი ბედნიერების მომტანია ეს ლოცვები და მართლაც ყველა ადამიანი შეიძლება ცადოს რომ საკუთარ ცხოვრებაში ნახავს რამხელა მას მიიღებს რომ პირადი ბედნიერი ხარ თითქოს აკავშირა ბედნიერება ახლა 6 საათზე ადრე ადგომასთან უფრო დისკომფორტია მაგრამ დამერწოს სხვანაირად არის სული რა თუ ადამიანს მოინდომებს სასურველი ლოცვების კატეგორიის ჩვენ შევიყვანთ უნდა შევიყვანოთ ქრისტიანის სავალდებულოა
როგორც ლოცვითი კანონი დღეში ერთი თავით უნდა წმინდა წერილიდან წაკითხული სახარებისა. ფსალმუნების წაკითხვა ერთი კანონი, რომელიც იმხელა შედარება ხიანოქრობის ბევრად ვისაუბროთ, რომ აი მზის ამოსვლასთან და ფსალმუნთ არ გიკითხავ, შენთვის მზი არ ამოსულა. და შეიძლება ასევე, მაგრამ ეს არის ინდივიდუალური, შეიძლება ასევე დაუჯდომლის წაკითხვა, რა თქმა უნდა, ღვთისმშობლისადმი, ხა ჩვენ წილხვედრი ვართ ღვთისმშობლის, შეიძლება ქართულმა კაცმა ღვთისმშობლისადმი ერთი ლოცვა არ აღავლინოს. ასევე სასურველი ლოცვები არის და სავალდებულო შეიძლება მივიჩნიოთ, შინაგან მდგომარეობას გააჩნია და ადამიანის ყოფით დღის წესრიგს ხო? კვების წინ ლოცვები, ეს უკვე საჭიროების მიხედვით არის. დიახ, ბატონო, კვების, საკვების მიღების წინ, საკვების მიღების შემდგომ, სწავლის დაწყების წინ, სწავლის დაწყების შემდგომ, საქმის დაწყებაში, გზავრობაში დიახ. სეულაში ასეთ უამრავია და ზოგადად თუ ქრისტიანი აი ამ ფერხვის ჩაემევა, მისი თლიანი დღე ლოცვითი დღეთ გადაიქცევა. ფაქტურად მთელი მისი დღე იქნება მერთან ურთიერთობით და ეს ძალიან რთულია არ არის, მაგრამ ძალიან კარგია მის სულისათვის და ამიტომ უნდა მივუგდოთ ამას ყურის და თქმა უნდა და შევეცადოთ რომ გავახსნათ. მამა ირაკლი, ასეთი რამ გამიგია ზოგიერთი სასულიერო პირისგან, რომ შეიძლება ადამიანს ლოცვა ცოდვად შეერაცხოსო და აი რა შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს? დიახ, აი წინა მამა გაბრიელიც ხო ასეზე გვასწავლის უამრას გუმოძღვრის და აი ერთადერთი ალბათ მაინც უფრო მარტივი საშუალება ვთქვათ, რომ უდიერი დამოკიდებულება რაც ვასწავლეთ ეხლა როცა უპატივცემულობა ღმერთის მიმართ როცა მას როგორც მეუფეს არადება არც შიში არ აქვს მისი და ასე ესაუბრები ეს შეურაცხყოფა აქვს ისა დაუფიქრებლად შენდობას ხო წოდებისას და წარმოიდგინეთ მისი განცდა არ აქვს და ეს აი ჩვენ მშობლები ბრძანდებით ეხლა და თქვათ ჩვენ როგორ ჩვენ ახლა წოდვილები ვართ ღმერთი უწოდველია მაგრამ უბრალოდ ადამიანურ გულის მოქმედებას ვიცახი რომ თქვათ როცა შვილს რაღაცა უნდა ჩვენს მე და რამდენიმე უნდა თქო თხოვნით მოდიან საჭიროება აქვს შეიძლება ძალიანად დამსახურებული ან აუცილებლად გამპირ მაგრამ თუ ხედავ რომ ის რაღაცა ისე აგდებულად გეხვეწება რაღაცა მარტივად გეონო შენ რაღაცა ღიზიანდები რომ როგორ კაცო რა პატივს თან მე სათხოვნად მოდიხარ და თან პატივს არ მცემ ახლა ჩვენ ვინა ვართ ხო ღმერთის წინაშე და ასე რომ შენ რომ გჭირდება საჭიროება და ამ საჭიროების მომცემ ობიექტთან დგები რა თქმა უნდა შენი დამოკიდებულებას ან შეურაცხყოფს ან მოწყალეყოფს შენს მიმართ და ღმერთი მაინდა-მაინც ასე არ უნდა გავიგოთ უფალმა შემინდოს რომ მრავალმოწყალია, კაცმოყარია, სახიერია, ამასთანავე მარცაჯულია და შურის მაძიებელი ღმერთია, რისხანე ღმერთია, ვიცი ჩვენ სამართლიანია და მას ძალ უცეს, მაგრამ სიგრძელებისა გამო და როგორც ერთ-ერთი წინა მოძღვარი ბრძანებს, გულისწყლობასა მისცა უსწრებს სიყვარული და ჩვენს მიმართ მოწყალია, კაცმოყარია, მაგრამ ამით არ უნდა გათამამდეს ქრისტიანი ბუნებრივია, რომ ეს ლოცვა თოდათ არ შეერაცხოს. თან ცოტა ხო არაგონიურიც არის, რომ ლევანდე დღეში დალუციო გამონახე ის ერთმა შეგიწიროს, ერთმა გაგაკეთებინა ეს 10 წუთია, თუ 15 წუთია. ბოლო მოინდო დადექი და აწი სარგებელი მიღო არ გიჩენია ვიდრე სჯავრი და ცოდვა, ჯობია რომ გავიაზროთ რა ისე ვილოცოთ. მამა ირაკლი ზოგჯერ გვემართება ასეთი რამ, რომ მაგალითად შეიძლება დედებმა წავიკითხოთ მხოლოდ დედის ლოცვა შვილებისთვის, არც დილის ლოცვა, არც საღამოს ლოცვა. ან თქვათ, ვიცით რომ წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს ვევედრებით მატერიალური კეთილდღეობისთვის და მხოლოდ რაღაცა ტროპარი წავიკითხოთ, მივმართოთ წმინდა სპირიდონს. ანუ ეს რა დამოკიდებულება არის, როდესაც ჩვენ იმ სავალდებულო ლოცვებს არ ვასრულებთ, თქვათ და რაღაცა კონკრეტული რაც ჩვენ გვჭირდება მხოლოდ იმ თხოვნის გამო მივმართავთ უფალს. დიახ, ძალიან ხშირია ესეთი მომენტი და ამიტომ სავალდებულოზე რომ ვისაუბრეთ, შემდეგ უკვე მე პირადად ისეთ მიდგომა მაქვს, აუცილებლად და ურჩევ ყველას, რომ მისი პირადი ლოცვით კანონი უნდა შედგეს მოძღვრის საოცრად ლოცვა კურთხევით და ჩართულობით. თორე ეს ინდივიდუალურია. დამოგდა ადამიანის საშუალო ზოგს აღშეულია ამ ლოცვების კითხვა, ყველა ერთნაირი ვერ იქნება. ზოგს ესეთი სამსახური, ზოგს ესეთი ჯანმრთელობა აქვს, ზოგს ესეთი პერიოდი აქვს, ასაკი აქვს, ოჯახი აქვს, მდგომარეობა აქვს, უამრავი დეტალი აქვს თვალისწინებელი და ერთ-ერთი წმინდა მოძღვარი ეს თავის სულიერშვის ეს ყველას შეიძლება დაიმოწმოს ბერსაც წარმოიდგინეთ რომ ესე ლოცავ და ეს ბერი სულძიებაში ხო ხან ბევრი ლოცვები დაიტვირთა თავი ხან მე სოთ ვეღარ ლოცულო და ეს მოძღვარი ესე ეტყვის რომ მე ლოცულობ შენ თორე ღმერთმა შენი ლოცვა გაპონინოს შენი ლოცვა რა არის კმა რაც შენ სულს ჭირდება რაც სულს მეტი რომ არ შეუულია თორე რა თქმა უნდა ეს ძალიან მთხილად მოგაკეთეს თორე აბა რა შენდობას ვიტყვარ რა ქრისტიანი ხარ თქვა რა ქართველი ხარ თუ გარდა დილის ლოცვებისა დღეს ერთი ლოცვა შენ სამშობლოს არ აღუვლინე ვალდებულებაა ხო რა მშობელი ბრძანდები დედა თუ მამის ლოცვას არსებობს ეხლა ხამაღლა გავაცხადებ და არაერთი ძალიან დიდებული ლოცვა ერთხელ რო წაიგითხავს მამა დამერწმუნდესაც არ უცდია რომ მე ვეღარ შეეშვება თუ შვილებისთვის არის ლოცვა შვილმა მშობლებისთვის არის ლოცვა ნათლია
ნათულების წარი ლოცვი არ პირიქით, ეს ხო დიდი პასუხისმგებლობაა. და ასეთი ლოცვები იმდენ მე გროვდება, რომ იტვირთება ლოცვის კანონი, მაგრამ დღის განმავლობაში შეიძლება ამის გადანაწილება, მაგრამ აი ესე რომ ამითი დასაქმდე, დაკავდე და მოინდომო, ჯერ უნდა გინდოდეს და უნდა მიხვდე რამხელა ძალა, მადლი ამ ლოცვებში. და მე ნენელა მოძღვრის ხუთსაკურთხები და ერთგვარად ჩათვით, შენი ლოცვის კანონი უნდა შეიმუშაო, ხანგრძლივობა იქნება თუ სახეობა ლოცვებისა. და აუცილებლად ცენტრალურ ადგილს უჭირავს წინა წერილის კითხვა. აი ძალიან ბევრი ქრისტიანი არის, რომ წინა წერილს არც იცნობს. არც აპირებს წაკითხვას, მარტო დაგმაყოფილდა რომ ფილმი უნახია დაახლოებით და ნუ ეკლესიაში ხატებზე ხედავს ქრისტეს, ესე არ შეიძლება. რატომ ივანე ღვთისმეტყველი გვამხეს რომ უბრალოდ ერთი რომ მოვიყვანოთ მუხლი რომ ყოველივე ესე დაიწერა რათა გრწმენეს რამ თუ იესო არის ქრისტე ძე ღვთისა, რათა გრწმენეს და ცხოვრება გაქონდეს სახელით ამისთან. ნახეთ, იმიტომ დაიწერაო რომ რო გრწმენესო იესო ქრისტეა ძე ღვთისა. ანუ თუ ამის გარეშე შესაძლებელი იქნებოდა რომ შენ ირწმუნო იესო ქრისტე ძე ღვთისა და მე ცხოვრება, ანუ ცხოვრება ქონდეს სახელით ამისით, მაშინ არ დაიწერა და ჩვენამდე არ მოვიდოდა ამხელა მართლა სრულყოფილი და წინა დედნისმული ტექსტი, როგორც უფალმა იმეტყველა, ხომ? ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია, რომ ქრისტიანი არ იცნობდეს წინა წერილს, უნდა ცხოვრობდეს ამ წინა წერილით. და ფსალმოზეც იგივე შეიძლება ითქვას, ყოველივე ესე სამოძღვრებლად თქვენ და დაეწათ და ნუ გეშენიცემ და წიგთაითა სასოება გაქონდეს. ეს პავლე მოციქელის სტოლიდან არის ნახეთ და სასოება გაქონდეს იმედი. და როცა ქრისტიანი არასოდეს ლოცულობს, თორემ ამიტომ მე წინდება ეზარება რომ მას იმედი არ აქვს ამ ლოცვას რამე მოყვება, ამ ლოცვას ღმერთი მანას შეისმის თუ არა და როცა იმედი არ აქვს შედეგიც არ გექნება, და იმედი რომ გქონდეს, ნახერას დაიწერა, სამოძღვრებელად თქვენ და დაიწერა, პავლე მოციქული ამას საუბრობს ეკლესიურ ლიტერატურაზე უამრზე თხზულება, რომელიც ჩვენ სულს აზრებს, რომ ეს უნდა შეიმეცნო, რომ ასე მოგივარ წმენა და ასე უკვე შელოცვა, მაგრამ იმ გადაგეცვა თქვენ ლოცვად, რადგან გექება იმედი, გააზრებული რომ ამ ლოცვას შედეგი მოყვება შენი სულისთვის და შენ სათხოვარს მართლა შეისწავლოს ღმერთი. ხშირად ჩვენ რასაც ღმერთს ვევედრებით, ჩვენ არ გვჭირდა რომ შესმენელი იქნება. ჩვენ არ გვწამს რომ ახსოვლი იქნება და სწორედ ამიტომ არ არის შედეგი ხომ და არ დაუფალე გვეუბნება უკვე თუ ითხოვდეს მოგეცეს თქვენ ღმერთის სიტყვას არ გადავა მაგრამ ესეც სათხოვარზე ესეთ ლოცვაზე ღმერთი არ გვიპასუხებს თუ მისი შეურაცხყოფელი იქნება რა თქმა უნდა რას ვითხოვთ და როგორ ზოგჯერ არის რომ შეიძლება არ იყოს ჩვენთვის სასარგებლო რა თქმა უნდა ეს კიდე ცალკე თემა რატომაც აი შინაგან ლოცვაზე მინდა გკითხოთ აი ზოგიერთი ადამიანი ამბობს რომ აი მე არ შემიძლია ეხლა დავდგე და ეს ლოცვები ვიკითხო მაგრამ მაქვს მუდმივად შინაგანი კავშირი ღმერთთან და რაღაც ჩემი სიტყვებით ვლოცულობ ეს არ არის ხომ საკმარისი ალბათ დიახ ესე ძალიან ხშირია ხონდეს უფრო ერეტიკოსებს ახასიათებთ ესეთი მიდგომა ძალიან ხშირთანაც მოდიან რომ აი ისინი უარყოფენ გმობენ ეკლესიის მამების ლოცვებს და ადამიანს თაგონებენ რომ რაში გჭირდება ახლა რითია შენზე იონე ოქროპი მე წარდაცეუბნებიან და ჯერათ ამათ რომ მისი ლოცვა რა შენ საშეგლი ლოცვა და ყველა ვისაც შეუულია რომ აი დააპიროს აბა ლოცვა და აღმოთქვას თავისი მოიშთოს მთელი გონება მთელი ინტელექტი მთელი სიღრმე თუ აქვს ესეთი და აბა წარმოთქვას ლოცვა და შემდეგ შეადაროს იონე დამასკელის იონე ოქროპის ბასიდის ლოცვას რა თქმა უნდა ეს წინა მამები ეკლესიის ბურჯინი არიან და ეკლესია იმ დონეზე შეიწყნა რა მაკარიდის ლოცვებით არის თლათ დილის ლოცვა შედგენილ უმეტესად ხომ შეიწყნა ეს დროში გამოსწილია ქმედითია რომ საყოველთაო ლოცვად მიიღო თორე რა თქმა უნდა ეს არის რომ ჩავეკიდოთ მარტო ლოცვებში თუნდაც ეს მაღალ ფარდოვანი იყოს და მაღალ ხარისხიან და ჩვენ არ ვილოცოთ პირიქით რა თქმა უნდა მაგრამ არა ამის ხარჯი ერეტიკოსი მახსენ რომ ისინი ამას ათმომინებენ და შემდეგ რაც პრიმიტიული სიტყვებით რომ ღმერთო დამეხმარე ჩემი შვილები კარგად იყოს კარგი ბედი ეწიოს წელის კილმა გაუვაროს ეს შეურაცხყოფელიც კი არა როცა უზენაეს ღმერთს ხება საქმე მასთან საუბარს და როგორ უნდა იყოს საუბარი რომ არ ვიცი რა ვქნა მამაო აი ვინც იცის და ვინც გამოცადა იქიდან ისწავლე ლოცვა და მასე დაყნუცა შენი გული გათბება შენი გონებას გამდირდება საღვთისმეტყველო გნება ტერმინები და არსით მე შენ შეძლებ რომ ღმერთს მისთვის მისაღები და შენი სულის სარგო ლოცვა აღულინო კიდე შენი პირადი სიტყვებით რა თქმა უნდა. იესოს ლოცვის შესახებ მინდა გკითხოთ ასევე. ძალიან ძლიერი ლოცვა, მოკლე, მაგრამ ძლიერი ლოცვა. ალბათ აქაც თქვათ ცოდნა საჭირო, ხომ? როგორ უნდა ილოცოს ადამიანმა? დიახ, იესოს ლოცვა როგორ უნდა წარმოთქვას? შინაგანი ლოცვა უფრო. დიახ, ცალკე დისციპლინა ამაზე დრო არ მოგეცემს ამის შესაძლებლად მოკლედ ვიტყვი რომ აი ადამიანებისთვის პირადი ლოცვები, აი მოკლედ ძალიან ქმედითია ხოლმე და დღის განმავლობაში ლოცვები, გარდა ამ სავალდებულო ლოცვების სასურველეს საჭიროს და მიხედვით, კარგი დღის განმავლობაში მოკლედ აღასრულებს ქრისტიანი, ხაიტორის ზოგი ვერ ვახერხებ რა, აი ეს ყველა შეუულია, მოკლედ ლოცვების რამდენიმე ფორმა არის. მაგალითად, აი როცა სიტუაცია ამის ყველაზე კარგი არის იესოს ლოცვა. ეს ყველა შეუულია იმეოროს. ხმამაღლა თუ არა გულში რა უნდა ხო ხუთი სიტყვა არის. ახლა ვიღაც ამბობს იმ დღეს ერთი იყო საუბარი, აი ვერ ვახერხებ იმ ხელა ლოცვა იესოს ზმენ. იესო ქრისტე შემიწყალე მე. იესო ქრისტე
მარტო შემიწყა ესეც კი ღმერთის შეიწირება ღმერთზე ფიქრის კი ადამიანის ლოცვად შეერაცხება ხანდახან მდგომარეობას გააჩნია აი სიტუაცია არის და მაგალითად რაღაც არის როგორ მოიწე უფალო იყავ ნება შენი და არა ჩემი რა უნდა ახლა მას რაღაც საქმეს იწყებ რაღაცაი თუნდაც რაღაცა პატარა რო არის როგორ უფალო დამეხმარე უფალო მაგურთხე რა უნდა ამას უნდა ღმერთის ხსოვნა შენ ცხოვრება ერთ მეტი იქნება მეტად შენ დაღლოცილი და დამერწო წარმატებული კურთხეული იქნები დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფერს ასე ლოცვები ამოდა ძალიან ქმედითი აი ერთგვარათო წინა პაის დიდი ბრძანებს რომ პაისი თაწმინდა უკაცრავად რომ ეს მახსოვს წერტილო დარტყმებს აყენოს ესეთ ლოცვები ხშირი და ის გადახვევას გავაკეთებ როცა ერისკაცი იყო მოუწია სამხედრო სამსახურის გავლა და კავშირ გამბოლობის კუთხით იყო და როგორც ესე შეტარება მამაპაის აღწევი ყოფილი ცხოვრებიდან და როგორც იქ არის რომ ხშირად გადისო თუნდაც მშვიდობა კონდესო ეს სამხედრო რომ შტაბთან კავშირს ხშირად აქვსო მოკლე შეტყობინე იმდან მშვიდად დასვათ გზობს თავს რადგან შტაბიდან გზობს ხარდაჭერას ასე არის ლოცვაში როცა ქრისტიანი თუნდაც ერთ წამიერად გავა ხაზე ღმერთთან უფალო დამეხმარე მადლობა ღმერთო იმდან დაცული ფაფარული ქემა ღვთისაგან და თვითონ შინაგან მდგომარეობა დაწყენებული ქემა ბუნებრივი თელდრის გამავლობაშიც კი ძალიან დიდი მადლობა მამა ირაკლი საინტერესო საუბრისთვის